ქრისტეს ღმერთობაში დაჯერებულობა, ანუ რწმენა, ეს არ არის ინტელექტუალური ძიების პროდუქტი, ეს არის მისტიკური მოვლენა. ვისაც ქრისტეს ღმერთობის ჯერა, მას გულში გამოცხადება აქვს. და ვისაც ეს გამოცხადება არ ქონია, მას ვერაფრით ვერ დაუმტკიცებ, რომ ქრისტე ღმერთია. ხოლო თუ ადამიანს ჯერა, რომ ქრისტე ღმერთია, მაშინ მასთან იწყება ეჭვებიანი ბრძოლა დემონისგან. ამ დროს ადამიანის ინტელექტიც უნდა ჩაერთოს და ღირებულებითი თვალსაზრისით შეაფასე ნებისმიერი რელიგია. გესმით, ღირებულებითი თვალსაზრისით. ეძებეთ თქვენ საძიებას, თქვენ საომარს, როგორ ებრძოლოთ ეჭვებს და როგორ დაამარცხოთ და თქვენ საძიებას ვერავინ ვერ შეასრულებ. ნახეთ, აი უკვე აი ამ კითხვას, რომ ქრისტე ღმერთი არის თუ არ არის, ეს კითხვა უკვე გვეუბნება იმაზე, რომ უნდა მოიცალოთ თქვენი სულისათვის. და გარკვეული დრო დღეში თუნდაც 15 წუთი დაუთმოთ მათ შორის ცოდნის შეძენასაც ქრისტიანობაში, იმიტომ რომ ადამიანი წესით, ადამიანის მონათოლაც კი არ შეიძლება თუ არ წამს, რომ ქრისტე ღმერთია და არ იცის, რატომ არის ქრისტე ღმერთი. გესმით? ამიტომ თეორიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია და დღეში 15 წუთი მაინც დაუთმეთ და დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა.